მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ქორუმი არის და შესაბამისად კომიტეტის ხდომას გახსნილ ვაცხადებ. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილია ორი საკითხი. პირველი გახლავთ კულტურის კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი არის აღნიშნული პროექტი. კერძოდ ჩვენ გვინდა რომ დავამატოთ ახალი პუნქტი, ქვეპუნქტი. პირველი მუხლის მეორე მუხლში და იქნება წარმოდგენილი შემდეგი შინაარსით, რომ კულტურის კომიტეტმა მჭიდროდ ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტების მერიებთან და მათ დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირებთან, კულტურის ორგანიზაციებთან, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას. მე მინდა მოკლედ მოგახსენოთ ამ ცვლილების мотивация და მიზანი რა გახლავთ. მოგიხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები კულტურის ორგანიზაციების სახით და ეს ორგანიზაციები წარმოადგენს ასე ვთქვათ სოლიდურ წილს ჩვენს კულტურის სფეროში, რომლებიც ადგილზე ახორციელებენ სხვადასხვა დარგის ხელშეწყობას და განვითარებას და აღნიშნული აიპები არ გახლავთ კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ საპარლამენტო დონეზე კომიტეტის კომპეტენციების და ფარგლების გათვალისწინებით ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ამ კულტურის ორგანიზაციებთან და მაქსიმალურად მოვახერხოთ ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა საპარლამენტო ფორმატში, საკანონმდებლო დონეზე და ვიზრუნოთ ამ ორგანიზაციების წინსვლისთვის და მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება მეორე პუნქტს, ასევე მესამე მუხლის მეორე პუნქტი, მოგიხსენებათ რეგლამენტში შესულ ცვლილებებთან გვინდა რომ მოვიყვანოთ თანხwebdriverში და შესაბამისად ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით, რომ კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით, ნაცვლად 10-ისა, ხოლო კომიტეტი მუშაობა შეუდგება თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი, ნაცვლად 7-ისა და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. ეს გახლავთ წარმოდგენილი ცვლილებები და თუ იქნება ასე ვთქვათ თქვენი თანხმობა, ჩვენ ასე ვთქვათ კომიტეტი წარადგენს აღნიშნულ დებულებას ბიუროზე დასამტკიცებლად, თუ ეთანხმებით შეგვიძლია ვუყაროთ კენჭი აღნიშნულ საკითხს. გადაწყვეტილება მიღებულია, დიდი მადლობა. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოგიხსენებათ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს საკონსულტაციო საბჭოს ფორმატი. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და ვიფიქრეთ, ვინ უნდა ყოფილიყო დარგობრივი საბჭოების წევრები. წარმოგიდგენთ კომიტეტის ხდომაზე ორი საბჭოს, კერძოდ ეს გახლავთ ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ასევე კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას. პირველი, ეს არის ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იქნება შემდეგი შემადგენლობით: გიორგი დონაძე, გახლავთ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯიქი ჯანგულაშვილი, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტი და ასევე საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენი ცნობილი ძვირფასი ტენორი, ბატონი ბადრი მაისურაძე, ასევე მუსიკათმცოდნე და მუსიკის ექსპერტი, პიანისტი, მუსიკოსი ქალბატონი მარინე ლუბჟანიძე, ასევე ბატონი გია ჯაფარიძე, მხატვარი და მოქანდაკე. ეს გახლავთ ტრადიციული და პროფესიული საბჭოს შემადგენლობა, ხოლო რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შემადგენლობას, წამით. აგერ არის? არა, ის არ არის. არა, არ მაქვს მათხოვნა. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოს, გახლავთ შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსი ბატონი ვალერი ასათიანი, ასევე ისტორიკოსი, ეთნოლოგი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი, ასევე ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი კალანდია, რომელიც ასევე გახლავთ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი, ასევე ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ქეთევან აბაშიძე და ასევე მამა გიორგი გუგუშვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის აბსოლუტური უმრავლესობა გახლავთ საეკლესიო ძეგლები,
მნიშვნელოვანია, რომ საკითხების გავლის პროცესში გათვალისწინებული იქნას ეკლესიის პოზიციას და შესაბამისად მამა გიორგი გოგუშვილი ამ მიმართულებით დაგვეხმარება. ეს გახლავთ ორი საბჭოს შემადგენლობა, თუ გაქვთ პოზიცია, ასე ვთქვათ, განსხვავებული პოზიცია შეგვიძლია რომ რაოდენობა არ არის ხო შეზღუდული და სურვილი გამოუჩნდება ვინმე სურვილი შეუძლია რა თქმა უნდა ჩემს მზად ვარ განვიხილოთ. უყაროთ კენჭი თუ ეთანხმებით აღნიშნულ შემადგენლობას და დავამტკიცოთ. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია, საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია და წარედგინება ბიუროს შემდგომში დასამტკიცებლად. დიდი მადლობა, კომიტეტის ხდომა დახურულად ვაცხადებ.